მადლობისა ბატონ მიხეილ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან თემაზე. მთელი საზოგადოება თვალსადევნებს და ელოდება, როდის დაიდება პირველი შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ სამივე მიმართულება საწვავი იქნება, სურსათი თუ მედიკამენტები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მოდით წამლის ფასებზე ვკონცენტრირდეთ, რა გამოიკვეთა, რა მოცემულობა სამთავრობო კომისიის ხდომების შემდეგ. უპირველესად მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მივესალმები და მადლობა ამ თემის გაშუქებისთვის. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და არაერთხელ ითქვა, მაგრამ კიდე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის სხვათა შორის საკითხთა იმ წრეში შემავალი ერთ-ერთი საკითხი, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენ საზოგადოებას. აი სხვათა შორის, როდესაც იგივე დებატებზე, იგივე მსგავს საკითხებზე არის საუბარი, რეალურად ეს არის საქმე, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და მე ოპოზიციასაც აღარ უნდა უკვირდეს, რომ რეალურად ვინ რატორით ინტერესდება ამის მიხედვით, რომ აკეთებს სწორდასკვნებს ქართველი აურჩეველი. რაც შეეხება შინაარსს, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტები. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანიც ყველა იმ ჩამოთვლილ პროდუქტ შორის, რომელიც კი ამ დღეების განმავლობაში დასახელებულა. იმიტომ რომ ყველას კარგად მოიხსენება, რაში მდგომარეობს მედიკამენტებზე, როდესაც არის საუბარი საკითხის სენსიტიურობა, იმიტომ რომ აქ საუბარია ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზე ფასს აქვს ეს სპეციფიკა, აქ ვერ იქნება, რა თქმა უნდა, უბრალოდ და მარტივად და აბსოლუტურად თავისუფლად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა, აქ ბუნებრივია სახელმწიფოს მართებს, რომ იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო მომთხოვნიც, ჩარეულიც მათ შორის რეგულირებაში, იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრი თვალსაზრისით ხელმისაწვდომა მედიკამენტზე, მაგრამ მათ შორის უპირველესად ხასის მიხედვით. როგორ აღწერდით ვითარებას ბაზარზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ შეხვედრებს, რომელსაც თვალს ვადევნებდით, მათ შორის მედიკამენტების იმპორტიორებთან, საუბრობდნენ იმაზე, რომ სადღაც ბაზრის 75%, ანუ გულისხმობს შემოსული მედიკამენტების 75%-ზე მოქმედებს რეფერენტული ფასი. ეთანხმებით ამ საკითხს და რა ვითარება გვაქვს, იმიტომ რომ პრემიერმა თქვა, რომ სადღაც 35-40%-ის ფარგლებშია ფასნამატი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს სპეციფიკა მართლაც აქვს ფარმაცევტულ სექტორს, რომ გარკვეული ნაწილი მედიკამენტებისა მართლაც რეგულირებულია, ფასები ამ პრინციპით არის აღებული, რომ ის რაც ევროპულ დაახლოებით ჩვენი ზომის ეკონომიკებში, ჩვენი ზომის სახელმწიფოებში, რაც არის ფასები დახლზე, საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილიც და დახლზეც. ყველა ეს ფასი იმის ანალოგიურად რეგულირდება საქართველოში. ანუ დადგენილია ზედაჭერი, ასე ვთქვათ, მედიკამენტებისთვის და ამ ზედაჭერის ფარგლებში აქვთ მხოლოდ ვაჭრობის შესაძლებლობა კომერსანტებს ამ შემთხვევაში როგორც საბითუმო დონეზე, ისე საცალო ვაჭრობაში. მაგრამ რა თქმა უნდა, რომ ეს არ არის სრულად არ მოიცავს ბაზარს, სრულად რეგულირება შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი და გამართული, რომ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა ტიპის მედიკამენტი იყოს ამგვარად დარეგულირებული, მაგრამ ის რაც მნიშვნელოვან მედიკამენტთა წრეს განეკუთვნება, ამ შემთხვევაში აი ეს რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამართლებულია. რეფერენტულობა აქ ამას გულისხმობს, რომ რეფერირებას ვაკეთებთ, ანუ გადამისამართებას იმ ფასებზე, რაც მოქმედებს მაგალითად თქვათ მონტენეგროში, მაგალითად ლატვიაში, ჩვენი ზომის დაახლოებით ჩვენი ზომის სახელმწიფოში. მაგრამ რა განაპირობებს ამ ფასნამატს? არის რამე ობიექტური გარემოება? იმიტომ რომ ერთია რომ თავად მეწარმეს უნდა რომ მიიღოს მოგება, ეს გასაგებია, მაგრამ არის ობიექტური გარემოება იმის, რომ ასეთ ტიპის ფასნამატები გქონდეს? ესეც აღინიშნა და ესეც მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აბსოლუტურად მართებულად შენიშნეთ, რომ მეწარმეს მოგების მიღების სურვილიც და ლეგიტიმური ინტერესიც აქვს. უბრალოდ აქ ეს ვერ იქნება უკიდეგანოდ და შეუზღუდავად. აი აქ არის სხვაობა ჩვენს მიდგომასა და ამ შემთხვევაში იმას, რაც შეიძლება ჩვენ ოპონენტებს შეიძლება გქონდეს. რაც შეეხება თვითონ საკითხის რეგულირებას, აქ ფასნამატს სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს. ის რაც შეიძლება კონკრეტულ მეწარმეს უჯდებოდეს კონკრეტული პროდუქტის აქ ჩამოტანა, განთავსება, რეალიზაცია, ეს ერთია. მაგრამ მეორეა, რომ ზოგჯერ პირიქით, კაცი კი ხო, აი კაცი და ხელფასის ასე ვთქვათ, ვინ ვის უნდა იყოს და ვინ რას უნდა იყოს, ეს პარადიგმა მოქმედებს. რა თქმა უნდა, რომ ჭერი როდესაც დგინდება, სამართლიანია თუ ვიტყვით, რომ თუ კი შესაძლებელია, მაგალითად, პირობითად ვამბობ, საფრანგეთში წარმოებული წამალი ლატვიაში ღირდეს, ვთქვათ, 10 ლარი, ქართული ესე ვთქვათ, ეკვივალენტის მიხედვით, ბუნებრივია, რომ ისე უნდა მოაწყოს თავისი სტრუქტურა, ბიზნეს სტრუქტურა და ქსოვილი მეწარმემ, რომ საქართველოშიც დახლზე 10 ლარზე მეტი არ ღირდეს. შეიძლება სურვილი ვინმეს ჰქონდეს, რომ 15-იც ღირდეს და 50-იც, მაგრამ ბუნებრივია, რომ აქ ამ შემთხვევაში ვალდებულები ვართ ჩვენც და ბიზნესიც სხვათა შორის, იმიტომ რომ არსებობს ასეთი ცნება, როგორც არის სოციალური პასუხისმგებლობა. ასე რომ კი, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულ ლიმიტს ჩარჩოს უნდა აუცილებლად უნდა მოერგოს ბიზნესი.
ამგვარად შესაძლებელი იქნება. თუმცა ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი ინსტრუმენტებისა, რითაც შესაძლებელი იქნება ამ ბაზრის რეგულირება. აი აპრილამდე პერიოდში ჩვენ რა თქმა უნდა დავიწყებთ ამ ყველაფერზე მუშაობას. პარალელურად როგორც დღესაც აღინიშნა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, კი ნამდვილად იმედი მაქვს, რომ მანამდეც გარკვეული დინამიკა, პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით გაჩნდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად სწრაფად ყველა მიმართულებით შეუტიოთ ამ შემთხვევაში. აი რა მიმართულებებზე შეიძლება იყოს საუბარი, იმიტომ ერთი ეს ძალიან მარტივი და გასაგები გამოსავალია, რომ გაიზარდოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც უკვე ეხება რეგულირება და თუ ეს არის 7,000 დაუშვათ 10-დან, რომელიც არის რეგისტრირებული, გახდეს 8 ან 9, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, როგორც ხვდებით, რომელსაც ფლობს სახელმწიფო. კიდევ რა შეიძლება იყოს გამოყენება? აი ფარმაცევტულ სექტორში შესაძლებელია ძალიან აქტუალური იყოს ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად ტერმინოლოგიით რო არ დავტვირთოთ ასე ვთქვათ ეთერი აი ზოგჯერ მაგალითად ზედმეტ დანახარჯს განაპირობებს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი. ესეც რა თქმა უნდა არანაკლებად შემაწუხებელია მოქალაქისთვის. მოქალაქისთვის ახლა რამდენ აბს გადაყლაპავს ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი არის რომ მისთვის სამკურნალო დანიშნული მედიკამენტები მას რამხელა ტვირთი აქვს ამისგან, რამდენი უჯდება. ბუნებრივია ისეთ დროს, რომ თუ ეს ყველაფერი უნდა შეავსოს ჭარბად დანიშნულმა წამალმა, ამ შემთხვევაში სარგებელი ფასების რეგულირება შეიძლება არც იყოს. ამიტომ ეს ბუნებრივია, ამ დრომდეც ხდებოდა ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ნამდვილად არაწყენდა ქართულ ჯანდაცვის სისტემას, თუ კი უფრო მეტად იქნება ყურადღება კონცენტრირებული ამ საკითხებზე. ეს მეორე მაგალითია. იქ არის იმავდროულად მაგალითად ისეთი ცალკეული პროდუქტები, რომელიც საცალო სავაჭრო ობიექტებშიც იყიდება და პარალელურად იყიდება აფთიაქებშიც, როგორიც არის მაგალითად ბავშვის საკვები, შეიძლება ეს იყოს ჰიგიენური საშუალებები და ასე შემდეგ. ყველაფერი ამის რეგულირება, პარალელურად ამის რეგულირებაც მნიშვნელოვანი იქნება. ის ინსტრუმენტები და ის მეთოდები, რომელიც გამოყენებული იქნება სუპერმარკეტების შემთხვევაში პირობითად, ის რა თქმა უნდა ნაწილობრივ შეიძლება შეეხოს აფთიაქსაც. აქ არის საბითუმო ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვნად დასარეგულირებული. საბითუმო ვაჭრობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ დეფიციტები არ უნდა შეიქმნას. ამიტომ ცალკეული ინსტრუმენტები, აი ნახეთ, არ უნდა მოხდეს სხვადასხვა ერთი და იგივე კატეგორიის მედიკამენტის ფარგლებში სხვადასხვა დასახელების, თქვათ, ვაჭრობის წახალისების მიზნით რომელიმე მედიკამენტზე ხელოვნურად დეფიციტების შექმნა და ასე შემდეგ. დეფიციტების შექმნის რისკზე დაიწყო საუბარი ბიზნესმა და არა მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტებაც იმ ნაწილში, რომ თუ კი ბიზნესს შეუმცირდება შემოსავლები, აი სწორედ რეგულაციების გაზრდის ხარჯზე, შეიძლება მან რაღაცნაირად თავის კაპიტალი გადაათამაშოს, დაიზღვიოს თავის, სწორედ იმის გამო, რომ არ შექმნას დამატებითი მარაგები, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მედიკამენტები. ეს რისკი არსებობს რეალურად, რომ აი მეტმა რეგულაციამ შეიძლება დეფიციტი შექმნას. ეხლა იმედიც უნდა გამოვხატოთ და ჩემი პირადი განწყობაც უნდა ვთქვათ, რომ ბიზნესში დღეს არიან საკმარისად კეთილსინდისიერი ადამიანები და მათ შორის ადამიანები, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობითაც ახსვილები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველასთვის ასე არ იქნება, რომ ჯიბრში ჩაუდგენ სახელმწიფოს და უფრო მნიშვნელოვანი ჯიბრში ჩაუდგეს საკუთარ მოსახლეობას, ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, სწორი არიან ადამიანები, ვინც ასე არ მოიქცევა. ამიტომ თუ კი მაგალითად მხოლოდ ჯიბრში ჩადგომა იქნება. ხა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა გამოსავალი იპოვონ, რომელიმე ისეთი მედიკამენტზე აქცენტი გადაიტანონ, რომელზეც რეფერენტული ფასი არ ვრცელდება, მაშინ ჩვენს გვაქვს ინსტრუმენტი იმავე მედიკამენტზეც შევქმნათ რეფერენტული ფასის დავაწესოთ და ასე შემდეგ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, გამოსავალი, ეს მე მგონი ცოტა ისე სკეპტიკური განწყობის დემონსტრირებაა და მეტი არაფერი. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გვახსოვს აი დეფიციტის თემა რო განვაგრძოთ, გარკვეული პერიოდის წინ მათ შორის იყო ასეთი შემთხვევებით, როდესაც კონკრეტული აფთიაქების საწყობებში, კონკრეტული ბრენდების საწყობებში აღმოაჩინეს მედიკამენტები იმ დროს, როდესაც დახლზე იყო დეფიციტი. ამასთანავე ხელისუფლება საუბრობს იმაზეც, რომ შესაძლოა იყოს ერთგვარი მონოპოლია ან ოლიგოპოლია ამ სფეროში. აი ამას როგორ არეგულირებს მთავრობა, იმიტომ რომ თუ კი დაუშვათ ორი მწარმოებელი შეთანხმდა ერთმანეთში, რომ ამაზე ნაკლები ფასი არ იყოს და შესაბამისად ამ ფასად აწვდის მედიკამენტს მომხმარებელს, აი ამას როგორ გაუმკლავდება სახელმწიფო? კი, სამწუხაროდ ასეთი კარტელური გარიგებების პრაქტიკა შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია დავაზღვიოთ ამ შემთხვევაში მომხმარებელი დავაზღვიოთ იმით, რომ რაღაცაზე მეტი არც ერთ შემთხვევაში არ იყოს ფასი. და ამასაც ადმინისტრირება ჭირდება, ბუნებრივია, იმიტომ რომ
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ მოქალაქეს კონდეს რეალურად, აი რაც გარანტირება მოხდება საკანონმდებლო დონეზე ნორმატიული აქტების მეშვეობით, ის რეალურად აღსრულებული იყოს. ეს ერთი მნიშვნელოვანი. მეორე, სამწუხაროდ პრაქტიკა ესე ხელოვნურად ბაზარზე თქვათ დეფიციტის შექმნა, იმიტომ რომ პრომოუტირებული უფრო მეტად გაყიდული იყოს სხვა კატეგორიის მედიკამენტი, სამწუხაროდ ასეთ პრაქტიკას ხშირად ჰქონია ადგილი. თუმცა ამასაც ბრძოლა ჭირდება. ამის წინააღმდეგ საბრძოლველი ინსტრუმენტები ზოგადად არსებობს. ზოგან ეს ქმედითად მუშაობს, ზოგან ნაკლებად. შეიძლება, რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის ამ მიმართულებით რეალურად შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. არსებობს ამის მექანიზმი, მათ შორის შესაძლებელია ეს იყოს მაგალითად ადმინისტრირების კაცრი მექანიზმებიც, როგორც არის მაგალითად ხელოვნურად დეფიციტის შექმნის შემთხვევაში ისეთ მედიკამენტზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად თაროზე, ეს შეიძლება სტანდარტულად ვალდებულების სახით ჩამოყალიბდეს და ეს ასეც უნდა იყოს. არსებობს მაგალითად საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება ეგრეთ წოდებული ესენციური მედიკამენტებს ეძახიან, ასე მოიხსენიებენ მნიშვნელოვანი მედიკამენტები რაც არის და ის ჩამონათვალი ბუნებრივია ყოველთვის უნდა იყოს დახლზე აფთიაქში, ну თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ასე ვთქვათ არასისტემურ დეფიციტებს შეიძლება რაღაც მომენტში ვინმეს ამოეწუროს, მაგრამ აი სამწუხაროდ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ფასების გაიაფების შემდეგ მოგეხსენებათ გასულ წელს დაიწყო ეს რეფორმა და ძალიან სწრაფად მისცა, ძალიან დიდი რეზულტატი მოიტანა ამან. აი ამ ფონზე გაჩნდა გარკვეული მცდელობები, რომ აი ზოგიერთ შემთხვევაში წავაწყდით, რომ რეალურად მარაგი აქვს, ეს თან კარგად კონტროლირებადია, აბსოლუტურად მარაგს თავიდან ბოლომდე ვხედავთ, იმიტომ რომ რეცეპტით რეალიზებული პროდუქტია და გარკვეულ მიზეზთა გამო შეიძლება ადგილი ჰქონდეს იქ მისული ბენეფიციარისთვის იმის თქმას, რომ დეფიციტია და მარაგი თითქოს არა აქვთ. ესეთი რაღაცეები ხდება, ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, ბრძოლა, ამის წინააღმდეგ აუცილებელია ბრძოლა, რეალურად ეს რეგულირებადია. მეტნაკლებად ამ დრომდე ამას ყველაფერს ვაზღვევთ და რეალურად ამას რაიმე მასშტაბი არ მივიღია. გარკვეული ინციდენტები იყო, რომ მაგალითად დაურეკავს კონკრეტულ პაციენტს, რომ ამა და ამ აფთიაქში ვიყავი, მითხრეს, რომ ესა და ეს მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ დაახლოებით 1 საათში, როდესაც ჩვენი შესაბამისი პირები გამოცხადდნენ ამ აფთიაქში და დაათვალიერეს და აღმოაჩინეს, რომ იქ ეს მედიკამენტი ინახება. თუმცა გაუჩნდა იგივე მოქალაქეს შესაძლებლობა, რომ თბილისში მაგალითად სახელმწიფოს მართული კონკრეტული პუნქტიდან იგივე მედიკამენტი მიიღოს. არსებობს მოკლედ ინსტრუმენტები, არაერთი, რომლის მეშვეობითაც ეს რეგულირებულია. ერთი საკითხია კიდევ, რომ ხარისხობრივი რეგულირებაც აუცილებელი იქნება, რა თქმა უნდა, ფასების კლებამ არ უნდა გამოიწვიოს იაფფასიანი, უხარისხო პროდუქტის, ასე ვთქვათ, გაჩენა, ამ თვალსაზრისითაც ბუნებრივია არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლითაც ეს დაზღვევადია. ჩვენი კითხვებიც და ინტერესიც ამას უკავშირდება, ამიტომ ვუბრუნდებით ამ თემას, რომ ბიზნეს ბუნებრივად ახასიათებს ეს, რომ როდესაც რაღაც ერთი მიმართულებიდან უმცირდება შემოსავლება, ეძებს თითქოს გამოსავალს რაღაც სხვა მიმართულებით გაზარდოს. აი ეს რომ სპეციფიკური დარგია და ეს რომ არ შეიძლება რაღაც თავისუფალი ბაზრის პრინციპით მიუდგეს ზოგადად ფარმაცევტულ სფეროს, ამაზე როგორც ხვდებით შეთანხმება არსებობს და ზოგადად აი საინტერესოა სამთავრობო კომისიის ფორმატში, როდესაც დახურულ შეხვედრებზე, როდესაც მიდიოდა მსჯელობა, რამდენად გრძნობთ, რომ თანამოაზრეა კერძო სექტორი ამ ნაწილში, ეთანხმება რომ ფასების შესამცირებელია, რომელს ძალიან დიდი წნეხი და ტვირთი არის პაციენტებისთვის, მათი მომხმარებლებისთვის და პრინციპში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა არის თუ არა მკაფიოდ გამოხატული. კი, უნდა ვთქვა აუცილებლად მთლიანად სექტორის სასახელოდ, რომ განწყობა იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური. თვითონ ამ დახურულ შეხვედრაზეც პრაქტიკულად ყველა აცნობიერებს კარგად, რომ ეს ის სექტორი არ არის, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი ბაზრის პრინციპით იმოქმედება, რა ფასადაც იყიდება, იმ ფასად გავყიდი, ესე ვერ იქნება. ამიტომ ამას აცნობიერებს ყველა და არა მხოლოდ დეკლარირებულად ამბობს ამას, რომ აი სოციალური პასუხისმგებლობა გმართებს და ასე შემდეგ, არამედ რეალურადაც განწყობა არის და მზად არის სექტორი, რომ აღიაროს, რომ მაგალითად ამ დრომდე რაც გაკეთდა იგივე რეფერენტული ფასების მიმართულებით, აი ხო, რომ ეს რეფერენტული ფასები კი სწორი პოლიტიკაა და ბუნებრივია იმის ფარგლებშიც არის შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა იმუშაოს, ლეგიტიმურად იმუშაოს, მოგებაზე იმუშაოს, უბრალოდ ეს იყოს ზომიერი. და ეს არ იყოს არანორმალურად გაზრდილი. აი ამიტომ ამას ბუნებრივია, რომ ყურადღება ექცევა. მოკლედ სექტორი არის რეალურად განწყობილი და მზად და შეგუებული იმას სულ მცირე, რომ
რაღაც უნდა შეიცვალოს. ასაკვირველია რაღაც უნდა შეიცვალოს. არსებობს კიდევ ერთი საკითხი, მაგალითად აი სურსათთან ვავლებ ხოლმე პარალელს, იმიტომ რომ მაღაზიების რაოდენობაც, იგივე როგორც აფთიაქების რაოდენობაც საინტერესო ფაქტორია, ხო? რომელიც განაპირობებს გარკვეულწილად იმას, რომ მედიკამენტების ფასის ზრდაში საკუთარი მარჟა კონდეს, იმას, რომ შეიძლება ყოველი ორი ფეხის ნაბიჯზე იყოს აფთიაქი ჩვენს ქვეყანაში. აი ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ, იმიტომ რომ მაგალითად როდესაც საუბარი იყო სურსათზე დაითვალეს კონკრეტული რაოდენობის, აი რამდენი მარკეტი მოდის კონკრეტულ ქალაქზე, ან მოსახლეობის სულადობის მიხედვით და მაგალითად გერმანიის მაჩვენებელს ორჯერ აღემატებოდა. არ მგონია რომ აფთიაქების მხრივ იყოს განსხვავებული ვითარება. არა, თუ მეტი არა, ნაკლები ნამდვილად არ არის. და თქვენ ხარ ეს ამას არ ჭირდება დიდი ცოდნა და რაღაც დიდი ანალიტიკა სტატისტიკის ყველას ქონია ალბათ ჩვენს ყველას საქმთან, სადმე არის რამდენიმე დასახელების ერთდროულად გვერდ ესე ჩაყოლებული ის არის. ეს რასაკვირველია, რომ უცნაურად გამოიყურება. ყველა ყოფილვართ ხა სადმე გვინახავს თქვა იგივე ევროპულ სახელმწიფოებში როგორ არის და ასეთი რამ მე პირადად არსად არ შემიჩნევია. ნამდვილად არსად შემიჩნევია, რომ რამდენიმე კონკურენტი დასახელების ასე თქვა ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენელი გვერდ ხსნიდეს ობიექტს. ასეთი რამ მე მართლა არ მინახავს. ჩვენთან ეს უცნაურობა არის. ერთი სადმე რო გაიხსნება, იმას მიყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს უცნაურობა ეს ბუნებრივია, რომ გარკვეულ ტვირთს აჩენს, რა თქმა უნდა, ბიზნესზე, ეს ტვირთი ბუნებრივია სად უნდა წავიდეს, უნდა აისახოს ფასში. ამიტომ თუ მაგალითად იგივე რეფერენტული ფასების პირობებში, მაგალითად მოგებისა და ზედმეტი ხარჯის შემცირების საკითხი დადგება, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს აი თქვენ რო ბრძანეთ, რომ სხვაგანიდან შეეცდება რომ დაიკმაყოფილოს ეს თავისი თქვა ჭარბი მოგების მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მეთოდი არის ხარჯების შემცირებას და ხარჯების შემცირების ყველაზე კარგი ინსტრუმენტია ამ შემთხვევაში რომ გარკვეულწილად ეს იყოს რეგულირებული. შევხედოთ ამ თვალსაზრისით ბუნებრივია რომ ეს სინქრონულად უნდა დარეგულირდეს, სინქრონულად იმასთან როგორიც იქნება დამოკიდებულება იგივე მარკეტებთან. შევხედოთ ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება რეალური ხარჯების შემცირება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. იქ იყო არა მხოლოდ ამაზე, იყო საუბარი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე და ვისაუბრეთ. თავად კომპანიების წარმომადგენლები ყველაზე მეტ პერსპექტივას ხედავენ ამ მიმართულებით. ისინი ამბობდნენ, რომ როდესაც გვადარებენ დაუშვათ ევროპის ქვეყნებს, ადგილობრივი წარმოების სიძლიერის კუთხით ევროპაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა და თითქოს ხელშეწყობას ითხოვდნენ სახელმწიფოს მხრიდან სწორედ ამ მიმართულებით. ამასაც აი ამაზე ითქვა, ჩვენ არასდროს ამაზე უარი არ გვითქვამს, რომ ხარი დაუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას. იყო კონკრეტულად ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. შეიძლება ესეც იყოს. კი, უბრალოდ ეს მაინც როგორ არის, ცით აი სხდომაზევეც გამოითქვა შეხედულება, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ამოცანები მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი. ალბათ წარმოების ხელშეწყობა და განვითარება უპირატესად გრძელვადიანი, უფრო სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი აქტივობა, მაგრამ დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის აქტივობა. ამ ინიციატივას სხვათა შორის ხარდაჭერა ისედაც და ასედაც აქვს. დიახ, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობთ ქართულ წარმოებას, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს და ამ დრომდეც კეთდება. იქ არის თავად ეს ბიზნესები რას აკეთებენ ამისთვის, იმიტომ რომ აქ ხო ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ ბიზნესზე, რომელიც პატარა არის და რამდენიმე მილიონიანი მოგება აქვს, ხო? ეს ბრუნვა ასობით მილიონს აღწევს საბოლოო ჯამში, როდესაც დიდ ქსელურ აფთიაქებს ეხება. თავად რა წვლილი შეტანას აპირებენ ამაში, ან თუ დაისვაკით, ხო, აქამდე თავად რატო არის ზრუნეს ამ მოგების პირობებში? უჩით აი მე პირადად ასე ვარ ხოლმე განწყობილი, რომ არის რაღაცა ესეთი მარტივი პროდუქტები ფარმაცევტული, რომელზეც როდესაც გაჩენილა მოთხოვნა და როდესაც დგას საკითხი, რომ სახელმწიფომ უნდა შეიძინოს, პირველი ვისთანაც ვკითხულობ ამას, ეს არის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები. ვკითხულობ აი პირობითად ვამბობ, აი ზა ყველაზე პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან, რომ როდესაც ფიზიოლოგიური ხსნარი დაგჭირდა მაგალითად და ამაზე რაღაც კონკრეტული გეგმები გქონდა, მე მქონდა პირადად შეხვედრა მწარმოებლებთან და ვიკითხე, რომ შეიძლება თუ არა, რომ ეს ფიზიოლოგიური ხსნარი მზადდებოდეს საქართველოში. იქ იყო სხვათა შორის აღმოჩნდა, რომ თვითონაც ქონიათ განხილული ეს იდეა, იყო ფიქრი რაღაც კონკრეტული გეგმები, შემდეგ რატომღაც ამჯობინეს უფრო კვლავ იმპორტით გაგრძელება. იმედი მაქვს, რომ აქაც შეიძლება ვიმუშაოთ და ვნახოთ რა შეიძლება განაპირობებდეს, თქვა აი მხოლოდ ფასის იაფე თუ რაიმე სხვა ფაქტორებია, რომელიც შეიძლება ახალისებდეს მეწარმეს, რომ გააკეთოს ასეთ ტიპის საწარმოები. აქ შეიძლება მრავალი ვარიანტი იყოს, ასე ვთქვათ, განხილული, მათ შორის ბუნებრივია ის, რასაც ქვია, მაგალითად, არ ვიცი, თუნდაც ერთობლივი საწარმოების გაკეთება, ვთქვათ, მსხვილ მწარმოებლებთან ერთად და ასე შემდეგ. ეს მთლიანად ბიზნეს სტრუქტურებზე აწყობილი, უბრალოდ ასეთი განცდა მაქვს, რომ უფრო მეტად მარტივი და უფრო მეტად
ხელმისაწვდომი ბიზნესისთვის დღეს იმპორტია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი არ შეეწყობა და რეალურად მათ არ აქვთ გეგმები, ეს ამას ნამდვილად არ ნიშნავს, ნამდვილად აქვთ გეგმები შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ იგივე წამლის ხარისხის რეგულირებასთან დაკავშირებით ადგილობრივი წარმოებისთვის, რაც ბოლო ხანებში გავაკეთეთ და ეს გულისხმობს GMP სტანდარტის გამკაცრებას. ვფიქრობ, რომ ესეც ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება, იმიტომ რომ საქართველოს რეალურად აღიარებული იქნება როგორც ქვეყანა, სადაც იწარმოება ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტი. შესაბამისად, ეს რასაკვირველია, რომ შესაძლებლობებს ამ პროდუქტის კონკურენტუნარიანობას ერთმნიშვნელოვნად გაზრდის, საერთაშორისო ცნობადობას გააუმჯობესებს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შეიძლება ძალიან საინტერესო თანამშრომლობა სახელმწიფოს მხარდაჭერაც და ამის თაობაზე, როგორც მოგახსენეთ, ინიციატივაც გამოითქვა, რომ გარკვეული საბჭოს მაგვარი რამ შეიქმნას, კომუნიკაცია გქონდეს, ესეც აღინიშნა, რომ ამ დრომდეც ძალიან კარგი, ვიტყოდი შესანიშნავი გამოცდილება გვაქვს თანამშრომლობის მთლიანად სექტორთან და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც გაგრძელდება. ხო, თუმცა დარჩა განცდა ამ განცხადებების შემდეგ, რომ ეს გარკვეულ მიღწევად ჩაითვალა ბიზნესის მხრიდან, რომ შეიქმნება ესეთი საბჭო, სადაც მათ იდეებს განიხილავენ, მათ ინიციატივებზე წარიმართება მსჯელობა, ზოგადად კომუნიკაციის და თანამშრომლობის ხარისხს როგორ აფასებთ, იმიტომ რომ გაჩნდა ამ საბჭოს, ესე ვთქვათ, შექმნის აუცილებლობა, თითქოს არ იყო აქამდე გაზიარებული ეს იდეები. ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენ სამინისტრომდე ხმის მოწვდენის ამბის გაგებინების პრობლემა და კომუნიკაციის პრობლემა არც ერთ სტრუქტურულ ერთეულს არ გააჩნია. რეალურად ეს შემიძლია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. არც ყოფილა ამაზე რაიმე საჩივარი, უბრალოდ იქ შეიძლება დამატებით რაიმე ფორმატი შეიქმნას, რომელშიც შეიძლება ვთქვათ, უფრო მეტად კონცენტრირებული იქნეს რამე საკითხზე ყურადღება, თორე ეს ვერ ვიტყოდი, რომ ეს რაიმე მიღწევაა და ვინმე რამე მოითხოვა და ეს რაღაცა მოკლედ ეს ნამდვილად არ არის, ეს ითქვა ინიციატივად და იმ წუთში დაეთანხმა პრაქტიკულად იმის დემონსტრირებისთვის, რომ აბსოლუტურად ღია ვართ ამ თანამშრომლობისთვის, პრემიერ-მინისტრმა იმ წუთასვე უთხრა, რომ ეს არასდროს პრობლემა არ ყოფილა და ბუნებრივია, რომ ეს არც იქნება. დეტალზე მინდა ჩაგიკითხოთ, აი წეგან თქვენ აღნიშნეთ მათ შორის ჭარბი მედიკამენტების გამოწერა. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ანუ აფთიაქი და საფთიაქო ქსელი არ არის მარტო, ეს არის მთელი სისტემა, რომელსაც თან მოსდებს საავადმყოფოების ქსელი, ნუ იქ დასაქმებული ექიმები და ასე შემდეგ. როგორ შეეცდება სახელმწიფო ამის დარეგულირებას, იმიტომ რომ დამეთანხმებით ალბათ ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული კომპანია ფლობს აფთიაქების ბიზნესსაც და ფლობს საავადმყოფოების ბიზნესსაც და არეგულიროს სახელმწიფომ ვის რა დოზით გამოუწერენ მედიკამენტებს და რა რაოდენობით. კი, სამწუხაროდ საქართველოში არსებობს ეს პრაქტიკა, გარკვეული ინტერესთა კონფლიქტისა და დაუბალანსებლობის, ასე ვთქვათ, პრაქტიკა, ეს ისტორიულად აქამდე ასე მოვიდა, როდესაც რაღაცა მსხვილ სამედიცინო ჯგუფს შეიძლება ეკუთვნოდეს პრაქტიკულად ყველა მიმართულება ამ კუთხით. ეს არსებობს. თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა და ეს არსებობს ბევრგან, მაგრამ ამასთან გამკლავების გარკვეული ინსტრუმენტები არსებობს. პირადად მე მგონია, რომ მარტივი იქნებოდა უფრო, რომ მაგალითად ეს არ ყოფილიყო ამგვარად ინტერესთა კონფლიქტის რეჟიმში და ყოფილიყო რეალურად ავტონომიური, ასე ვთქვათ, სტრუქტურები, ბიზნეს სტრუქტურები, ამ თვალსაზრისით ცალკე ვთქვათ, ფარმაცევტიკა და ასე შემდეგ. თუმცა თუნდაც ცალკე ყოფილიყო ამ შემთხვევაში კარტელური გარიგებების სისტემატულობს და ასე შემდეგ. აქ მთავარი რაც იქნება, გინდა ერთ შემთხვევაში, გინდა მეორე შემთხვევაში, მთავარი არის ინტერესთა კონფლიქტის ისე მართვა, რომ ეს პაციენტის ხარჯზე, პაციენტის საზიანოთ არ ხდებოდეს. ამიტომ როდესაც მაგალითად საუბრობთ, რომ რამდენი მედიკამენტი უნდა დაინიშნოს, რა შემთხვევაში კი, რა შემთხვევაში არა, უპირატესად ეს უნდა წარიმართოს აი კლინიკური შემთხვევების მართვის გაიდლაინებით, პროტოკოლებით, სხვადასხვა პროცედურული ნორმებით ეს შეიძლება იყოს რეგულირებული. ამის პრაქტიკა არსებობს. უნდა ვთქვა ამ კუთხით, რომ საქართველოს ამ მიმართულებით ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ძლიერად განვითარებულია, მაგრამ რეალურად პერსპექტივა ნამდვილად არსებობს, რომ ეს განვითარდეს. გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული ჩარჩო რეალურად შეიქმნა, რაც აზღვევს ამ ტიპის, ასე ვთქვათ, უსწორო ქმედებებისგან და პრაქტიკებისგან ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ეს მომავალში კიდევ უფრო მეტად შეიძლება განვითარდეს. ამიტომ მაგალითად თუ წამალს თვითონ უწერია, ვთქვათ, იგივე თავის ინსტრუქციაში, რომ ამა და ამ კატეგორიის შემთხვევებში ინიშნება, სხვა შემთხვევაში არ და ასე შემდეგ, ამას შეგვიძლია მაგალითად თუნდაც ელექტრონული პროგრამების მეშვეობით ასეთი ტიპის
დაუშვებელი გამონაკლისები, რომ იქნოს იმთავითვე აღკვეთილი. ამას სჭირდება მაგალითად რეცეპტების მიმართულებით სისტემების განვითარება, აუცილებელი იქნება ესეც. აქ სამწუხაროდ გარკვეულ ეტაპზე ამოვარდით, ასე ვთქვათ, კალაპოტიდან რეცეპტების მიმართულებით და ეხლა გვიწევს ხელმეორედ, ასე ვთქვათ, ამის დანერგვა. ესეც აუცილებელი იქნება. წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მნიშვნელოვანი ინიციატივები იყო, მაგრამ ამას აუცილებლად გაგრძელება ჭირდება და ესეც რჩება, რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტთა შორის. პროცესში უკვე ჩაერთო პარლამენტი, კომისია უკვე შეიქმნა და ეს ხდომები იქნება საჯარო და ძალიან საინტერესოა თავად კომპანიები როგორ დაასაბუთებენ და უშუალოდ იმ ლოგიკას, ფასნამატის და ასე შემდეგ ზოგადად როგორ დგება მათი შემოსავლები და საზოგადოება ამას დაინახავს, ეს იქნება საინტერესო პროცესი საჯაროობის კუთხით, მაგრამ დადგება თუ არა დღის წესრიგში საკანონმდებლო ცვლილებები, უკვე აი ამ საკითხზე პარლამენტთან მიმდინარეობს თუ არა მუშაობა, ან რაიმე გადაწყვეტილებები ხომ არ არის უკვე, გარდა იმისა, რომ საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იქნება პროცესი მთლიანად და უშუალოდ ინფორმატიული იქნება ეს ყველაფერი. კი, მე პირადად არ მაქვს ასეთი განწყობა, რომ მე შეიძლება მქონდეს გარკვეული შეხედულებები და მოსაზრების სისტემა, რომლის მიხედვითაც თქვა, სადღაც საკანონმდებლო ცვლილება შეიძლება იყოს საჭირო, სადღაც კანონქვემდებარე, სადღაც პრაქტიკის ცვლილება, მაგრამ ალბათ ეს უნდა გვაჩვენოს თვითონ მუშაობის პროცესმა. ამიტომ არის კარგი ეს საჯაროობაც, ამიტომ არის აი საჯარო დისკუსია საჭირო, რომ იქვე გაირკვევა, ასე ვთქვათ, რა პრობლემის გადაჭრას რა ინსტრუმენტი ჭირდება და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან თვალსაჩინო იქნება საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოება ხედავს იმას, რომ ყველა მზად არის რეალურად, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს და სამართლიანი ფასით რეგულირდებოდეს, სამართლიანი ფასი არსებობდეს მედიკამენტზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემასაც უნდა შევეხოთ ამ ინტერვიუს დროს. დღეს არის კიბოს საერთაშორისო დღე და ამასთან დაკავშირებით კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. საინტერესოა რას აკეთებს ამ თვალსაზრისით ხელისუფლება, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს გვახსოვს თქვენი განცხადებები, სხვადასხვა ინიციატივები ამ ეტაპზე რა შეგვიძლია ვთქვათ, რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღმოჩნდება სიმსივნე. უსაზღვროდ მადლობელი ვარ, რომ ამ თემაზე დაგვრჩა დრო და შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემს ასეა რომ ყოველი ასე ვთქვათ დაავადებასთან დაკავშირებული დღის აღნიშვნა ჩემთვის ნიშნავს გასული პერიოდის შეფასებას და მომდევნო გეგმებზე ფიქრს, რა შეიძლება გააუმჯობესო პაციენტს, რომელსაც ეს პრობლემა აქვს. სხვა შორის თანამედროვე მედიცინა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ აქ პრაქტიკულად ამოწურვა იმისა, რა შეიძლება პაციენტისთვის გაკეთდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ამას მივსდევთ და ბუნებრივია ვცდილობთ, რომ ყველა ის საუკეთესო მაგალითად მეთოდოლოგია მკურნალობის, ან მაგალითად საუკეთესო შესაძლებლობები იგივე აპარატურული დიაგნოსტიკური ეს შეიძლება ბევრი სხვა რამ იყოს, ამ ყველაფერს რო უზრუნველყოფდეთ პაციენტისთვის. ერთია ამის არსებობა სახელმწიფოში, მეორე ფინანსური ხელმისაწვდომობა. ორივე მიმართულებით არის ძალიან კარგი ინიციატივები. ერთი უნდა ვთქვა, რომ თვითონ კლინიკური სექტორი ძალიან ვითარდება, დაწყებული თვითონ აპარატურითა და მედიკამენტების მომარაგებით, დამთავრებული იგივე ექიმების კვალიფიკაციით. შეუდარებლად მაღალია დონე, თუნდაც აი რაც იყო რამდენიმე წლის წინ. და მეორეს მხრივ ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხითაც არანორმალურად გაზრდილია. აი რამდენჯერმე გაზრდილია რეალურად დაფინანსების მოდელი. აი თუ კი ვთქვათ 5-6 წლის წინ სულ 50 მილიონი იყო ვთქვათ ბიუჯეტი მთლიანად ონკოლოგიაზე დანახარჯების, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რამდენჯერმე გაზრდილია დღეს და 350 მილიონს აღემატება. ასე რომ ეს დიდი ამბავია რეალურად პაციენტებისთვის, პაციენტებს რეალურად აქვთ განცდა, რომ მათ შეუძლიათ იმედიანად იყვნენ. და მეორე მიმართულება, რაზეც აუცილებლად მინდა ვთქვა, ეს არის სკრინინგის მიმართულება და ეს არის მათ შორის აი ვაქცინაციის მიმართულება. აი დღეს საინტერესო ღონისძიება გქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რომ სადაც საუბრობდით სკრინინგზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მაგალითად პაპილომავირუსის წინააღმდეგ გაცრებზე. როგორც ცნობილია, 90 ზემოთ არის პროცენტის მაჩვენებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზთა შორის პაპილომავირუსის სახელდება 90%-ზე ზემოთ ასე ვთქვათ ალბათობით და მეორეს მხრივ აცრა კონკრეტულ ასაკში აზღვევს ამ ვირუსის გავრცელებისგან 90%-ზე მაღალი ასე ვთქვათ ალბათობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რესურსი არსებობს ამ აცრებში, რომ
რეალურად მივახციოთ პრაქტიკულად ეს პრობლემა გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ. ასე რომ აი ამას წახალისება ჭირდება, მაჩვენებლები დღეისთვის ნამდვილად არ არის. უმჯობესდება ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მსგავსი თარიღები იმითაც არის, გარკვეული შესაძლებლობაა რომ შევახსენოთ და ველაპარაკოთ მაყურებელს, რომ ადრეული გამოვლენა და დაავადების არის ალბათ გადამწყვეტი ამ საკითხი. კიბოს შემთხვევაში დღეს თანამედროვე ეტაპზე პრაქტიკულად ადრეული დიაგნოსტიკა ეს ნიშნავს პრაქტიკულად უდაო განკურნებას. აი ეს ასია პირველ სტადიაზე. არ იყო სახარბიელო შედეგები გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუ არის პოზიტიური დინამიკა? კი არის პოზიტიური დინამიკა, უბრალოდ ეს არ არის ის თემა, რომელზეც ოდესმე შეიძლება კმაყოფილი ვიყო. ყოველთვის მინდა ბუნებრივია მეტი. ტემპი არ არის ისეთი, რომელსაც ვისურვებდი რომ იყოს, იმიტომ რომ გრძნობ რომ არსებობდა შესაძლებლობა მეტის. აქ უბრალოდ საზოგადოებას ახლა ძალით ვერ ვაიძულებთ, რომ ანაცრას ან თქვა სკრინინგზე მისვლას და ასე შემდეგ, მაგრამ გარკვეული მექანიზმები რომ უნდა შემოვიდეს, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თვითონ მოსახლეობისთვის სასიკეთო ამბავია ეს და შესაბამისად გარკვეული სავალდებულო კომპონენტების შეხსენების მეთოდოლოგიის ბევრი სხვა რამ შეიძლება მოფიქრებული წამახალისებელი მექანიზმებიც მათ შორის, რის შედეგადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად შეიძლება წელში გადავტეხოთ. ესე იგი, კიდევ ვიმეორებ, რომ პირველ და მეორე სტადიაზე იდენტიფიცირებული კიბო პრაქტიკულად ეს არის უპრობლემოდ მართვადი. რაც შეეხება მესამე, მეოთხეს ამ შემთხვევაში ეს შედარებით ართულებს ამოცანებს. იქაც ძალიან კარგი მაჩვენებლები გაჩნდა, მაგრამ შეუდარებლად იოლია პირველ-მეორე სტადიაზე. მადლობა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იყო ჩვენი სტუმარი. განვაგრძობთ იმედი ლაივს, ვისაუბრებთ პოლიტიკურად აქტუალურ თემებზე, როგორია პროცესები საზოგადოების თვალით. ეს არის მთავარი კითხვა.